გასაგებია, არ დაგემოვნოთ და ძალიან გამიჭირდა თავი შეკავება, რომ არ შეპასუხებოდი ქალბატონ ბესელიას. დიახაც არ მინდოდა რა თქმა უნდა სამწუხარო ამით მიწევს დაწყება რა კითხავს მე თქვენ დამისვით, მაგრამ რახან დამისვით აუცილებლად უნდა გიპასუხოთ. მთელი ეს ხელოვნური და ვითომ ისტერიკა ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერაზე ზაზა სარალიძეს მიმართ არის დიახაც თავმოჩემელია გითხრათ პროვოცირებული ქართული ოცნების პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ და მათ მიერ არის ორგანიზებული რომელსაც შემდგომ ქართული ოცნების პარტიის ნაწილი აქტივისა აყვა და რა მიზანს ემსახურება ეს ვითომ რაღაცა ისტერიკა ძალიან მარტივ და ერთადერთ მიზანს რომ ხელისუფლებამ დააკომპლექსოს ხალხი რომ პრობლემაში და პრობლემით სავსე მოქალაქეს არ კონდეს შესაძლებლობა მივიდეს ოპოზიციასთან. ეს მოდით ვაღიაროთ ძალიან ხშირად თუ არა არაერთხელ მოუხერხებია 6 წლის განმავლობაში არსებულ ხელისუფლებას, მაგრამ ზაზა სარალიძე ამ ყველაფრისგან აღმოჩნდა თავისუფალი ადამიანი გამოვიდა და განაცხადა რომ 6 თვის განმავლობაში დავდივარ რკინის ქალამნებით, ვერ პოულობ სიმართლეს და ხახო დამიდექით გვერდით ყველანი არ მაინტერესებს რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იქნებით, ვინ ხართ ინჟინერი, ვინ ხართ ექიმი, ვინ ხართ დოცენტი, პროკურატურის თანამშრომელი, თუ ასე შემდეგ გამოდით და დამიდექით გვერდით. ეს იყო ერთი კვირის წინ, ხო? გამოვეხმაურეთ, ვინც გამოვეხმაურეთ, გამოვედით აქციაზე, ვინც გამოვედით აქციაზე და ვინც არ გამოეხმაურეთ, არც გამოვიდა. საიდანაც კაბინეტებიდან გამოყვეს თავი ვიღაცა Facebook პოსტი დაწერა კალაზის გულს ამ შემთხვევაში რომ უიმე იქ ვიღაცას არ აქვს მორალური უფლება დგომისა. ყოველთვის მქონდა მე პირადად ჩემს მეგობრებს დიახაც განსაკუთრებით ინფორმაციის ნაციონალობაში დგომის უფლება მსგავს აქციებზე და ვიდექი კიდევაც მე პირადად ჩემ ოჯახთან ერთად და ასეთ ოჯახში გავიზარდე დედა ჩემთანაც ერთად მამა ჩემთანაც ერთად ჩემ დასთან ერთადაც და ჩემს ბავშვობის მეგობრებთან ერთად 12 წლის წინ როდესაც მსგავსი ტრაგედია დატრიალდა და ამას ხელი არ შეუძლია შემდეგ მაინც დავდგომოდი ყველაზე პროგრესულ პოლიტიკურ გაერთიანებას და ამ გადმოსახედიდან მე 1000 ჯერ ვწმუნდები რომ ამათთან შედარებით როგორ შეიძლება რომ შეადარო დიახაც და იმ აქციაზე მე გიორგი მივედი რამდენიმე დღის წინ არა როგორც პოლიტიკოსი მართლა საერთოდ არ მახსოვდა გულოხთად გეუბნებით რომ პოლიტიკოსი ვიყავი ბავშვთან ერთად მივედი 3 წლისა და 3 თვის სანდროსთან ერთად მივედი და სანამ აქციაზე მივიდოდი რუსთაველის გამზირზე ზაზა შეხვდა და პირდაპირ გეუბნებით რაღაცნაირად მომერიდა რომ მე უბედნიერესი ჩემი მამა შუთან ერთად ვიყავი ბიჭთან ერთად რომელთაც ვამაყობ და ზაზა ვერ იყო და ხელი რომ გადაუსვა თავზე რაღაცნაირად მომერიდა და განცდის გაურება დამეუფლა. თან მომერიდა და თან სიამაყით აღვივსე. საერთოდ არ მახსოვდა პოლიტიკოსი ვიყავი თუ ვინ ვიყავი. ვიდექი პირველ რიგში როგორც მოქალაქე და როდესაც წლების წინ, დიახაც წლების წინ ვაპროტესტებდი როგორც სტუდენტი, ჩემს მეგობრებთან ერთად. ვაპროტესტებდი სანამ ხელისუფლებაში იყო წინა ანუ მართვის ადავებთან ნაციონალურ მოძრაობა. დიახაც მქონდა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პროსპექტი მე და ჩემს ძალიან ბევრ მეგობარს. და აი მაშინ თუ გულწრფელობაზეა საუბარი და თუ მორალური კატეგორიებით საუბრობს ბატონი კალაძე, ხო? მე როდესაც ვაპროტესტებდი მაგალითად არც თუ ისე ბევრ ადამიანთან ერთად, ხო? გირგვლიანის მართლაც მკვლელობას. კახი კალაძე ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული და ქალაქ და სოფელ დადიოდა. ეს პასუხი კახი კალაძეს. მაგრამ ვაპატიეთ და რას ნიშნავს ესე იგი? დღეს ის ადამიანები, ვინც არ ჩანან საერთოდ არ გამოსულა, რომლებიც სამართლიანია შესაძლებელი უსამართლოდ ყველაფერს აპროტესტებდნენ, მაგრამ ამ კონკრეტული შემთხვევის ფაქტებს თუ საუბრობთ და მართლაც მიაჩნდათ გულახდილად რომ მკვლელობა იყო, ის რაც იყო მკვლელობა და ხელსაფარებდნენ რეალურ მკვლელებს და საზოგადოების უდიდესი წრეხის შედეგად დაისაჯა ყველა მკვლელი და აქ ეხა დღეს რეტროსპექტივაში ჩვენ ვსჯელობთ იმაზე რომ გირგვლიანის მკვლელები რეალურად ამდენი წლით უნდა დაიყვნენ ციხეში თუ იმდენი წლით უნდა დაიყვნენ მაგრამ წინ რა უძღოდა ეს ხო პრობლემა იყო და პრობლემა იყო და იქ ვიდექი და შორიდან არ ვაკვირდებოდი კალაძეზე განსხვავებით მოვლენებს მაგრამ დღეს ზაზა სარალიძეს ტრაგედიის გარშემო მკვლელები არ არიან დასჯილები გიორგი მკვლელები ამიტომ
არავინ გაბედოს პირდაპირ გეუბნებით რა. იქ მე როგორც პირველ რიგში როგორც მამა მივედი და საჭირო თუ იქნება როგორც ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე მივალ და მოუწოდებ ყველა ჩვენ ხარდაჭერს რომ გამოვიდეს იქ. და ეს ყველაფერი ზაზაზია დამოკიდებული. და ნაციონალური მოძრაობის არც მობილიზაცია იგრძნობოდა და არც არაფერი, ხო? ბრაზილია საუბარ ყველაზე ამორალურ და უზრეოს აქციელია ეს დედაქალაქის მერი რომელიც რაღაცა ზღვის ქაფიდან შობილი ასე თქვა საუბრობს ზოგჯერ რომ მე მინდა ყველა თბილისის ყველას მერი ვიყო ყველა თბილისელი ჩემი თბილისელია პოლიტიკაზე მეტია თბილისი და უცბად აღმოჩნდა რომ შვილმოკლული მამის საპროტესტო აქციაზე სადაც დაგვიძახა ყველა გამოვიდა იმის მაგალითად იქ მოსულიყო ან 6 თვის განმავლობაში რომ დადიოდა და ყველა კარებს უკაკუნებდა და უამრავი მტკიცებულებები არსებობს იმის რომ გაყალბებულია საქმე რაზე მელაპარაკებოდა ეხა ქალბატონი ბესელია რაღაც კაზუისტიკაზე რომ იცით და სპეციფიკაზე არასრულწლოვნების თან როდესაც მრავალი ბავშვი მონაწილეობს ამ ჯგუფურ ჩხუბში ძალიან რთულია გამოიძიო გიორგი დავასრულე თუ შეიძლება რა არის კონკრეტული მტკიცებულებები გქონს ვინმე მირზა სუბელიანი და ეს ვინმე მირზა სუბელიანი შეიძლება უბრალოდ რიგითი მოქალაქისთვის იყოს მაგრამ ძალიან დიდი წონის მატარებელია ქართულ ოცნებაში. იგი გახდათ ერთ-ერთი გავლენიანი პირი საძილახსოვრების სამინისტროში და გახდათ გენინსპექციის ხელმძღვანელი. რა დროსაც და რა დღესაც გაიყვანეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი უკანონოდ, რადგან სტრასბურგის სასამართლო თქვა რომ ეს არის დანაშაული. ხო, სტრასბურგის სასამართლო გამოიტანა ეს გადაწყვეტილება და ნათელია რომ ამიტომ აფარებენ ხელს გიორგი. ვიდეო კადრები ვიხილეთ, არ ვიცი საიდან მოიტანეთ, ხო რუსთავიორმა ეს კადრები. რომ 40 წუთში კვლელობაში ეჭვიტანილებთან მოქმედი პროკურორი ადის სახში და ზუსტად რამდენიმე წუთში კვლელობაში ეჭვიტანილები გამოდიან და ნიმტკიცებულებებს ანადგურებენ. არავის არ მიცემთ რა უფლებას ეს მართლაც პოლიტიკის საზღვრის მიღმარი რა მართლაც მირის ბუთხებია ყველა პოლიტიკური ორგანიზაციისთვის რას მელაპარაკება ეხლა და ჩირის ფასი ქონდაო ქალბატონი ბესელია საუბრობს რას ხონდა ჩირის ფასი 1 საათით ადრე სანამ ქალბატონი ბესელია გამოდიოდა ეთერით შვილმოკლული მამა საუბრობდა რომელსაც თხოვია შუბში დაახალეს საკუთარ ლოგინში მაჩალიკაშვილს გულისხმობ და აქ ორი შვილმოკლული მამა ზის და რამდენი შვილმოკლული მამა და დედა საუბრობდა ხო ეს ხალხი გაგიჟდა და ისე გამოვიდა ნებისმიერი ხელისუფლება გიორგი რომელმაც შვილმოკლული შობელი სიმართლის მოსაძებად გამოიყვანა ქუჩაში წაუმტრევია კისერი და რა თქმა უნდა ვერ იქნება ქართული ოცნება განონაკლისი ამიტომ დაანება მორალური კატეგორიებით საუბარს განსაკუთრებით ის ხელისუფლება რომელმაც დააწინაურა გვერდში დაიყენა მურუსიძე და ჩინჩავაძე ფაქტო თავარი შემომქმედი თუ კი რამე არ მოგწონდათ წინა ხელისუფლებისა ეს ადამიანები იყო და ეს ადამიანები ეხლა დააწინაურეს და გამოდის ეხლა ბატონი კალაძე და ამორალურად მეუბნება მე და ჩემს მეგობრებს რომ თურმე არ ამაქვს უფლება იქ მისვლის და გაპროტესტების მივალთ იმდენი რამდენი საჭირო იქნება და თუ კი აუცილებელი გახდა კალაძესაც გამოვიყვანთ იმ კაბინეტიდან და მოვიყვანთ დიახაც მე და დავასრულებ 12 წელი თუ 11 წელი როდესაც სანდრო გირგვლიანის მართა ყველობა მოხდა და ხელს აფარებდა სახელმწიფო სისტემა მაგრამ ვერ დააფარა საზოგადოებრივი წნეხის ფონზე ხო მაშინ ვიყავი გაბრაზებული მეგობრებთან ერთად მეზობლებთან ერთად, ოჯახის წევრებთან ერთად. მაგრამ დღეს ამ აქციაზე რომ მივედი, გაბრაზებულიც ვიყავი და შეშინებულიც ვიყავი, იმიტომ დღეს შვილი ვიყავ და მამა მყავს და ვიღაცა ნაძირალა ეს კალაძე გამოდის და მე მეუბნება, რომ თურმე არ ამაქვს უფლება იმ აქციაზე მისვლის. სად არიან აი ნიკუშა შენგელაიები, დავით მაღრაძეები, გრეჩიხები ძმები გაჩეჩილაძეები სად არიან? დღესო ზაზა სარალიძეს გვერდით არ უდგანან. ესე იგი მომდენო ხელისუფლების ფარგლებში მერტმა დაიფაროს და მსგავსი ტრაგედია რომ მოხდეს, ეს ადამიანები, შენგელაიები, მაღრაძეები და გრეჩიხები რომ მოვიდნენ, თუნდაც მე უნდა დავხტი აქციაზე ან გავაკეთო მოწოდება და დავგმო და ვუთხრა აი თქვენ რომ ზაზა სარალიძეს არ ედექით გვერდით, ეხლა აქ არ გაქვთ დგომის უფლება? იმის მაგივრად რომ ყველა კითხვაზე პასუხი მოაძებნიონ ამ ადამიანს ხახნო რამდენიმე დღეში გადაწყვეტილება იქნება და დავინახე აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანთა დიდი ჯგუფი მათ შორის ჩემი წინა ცხოვრებიდან ბევრი მეგობარი რომელთაც ბევრი რამე მოგწონდა ბევრი რამე არ მოგწონდა წინა წლებში წინა ხელისუფლების პირობებში იმის წინა ხელისუფლების პირობებში
გამოვლე ძალიან ბევრი გამოვლე. თქვენ რა გონიათ მე აქ მithვათ მართლა ერთი საზოგადოებრივი ჯგუფით შემოვიფარგლებ თქვენ რა გონიათ ან ზალიკოს ან ნებისმიერ აფრთხობდაბადოს მარტო იმას ჩვენი ცხოვრება იწყება და თავდება პარტიით და ყველა მიცის მე რას ვაპროტესტებდი და რას არ ვაპროტესტებდი არ მივცემ არა ეს არის ღირსების საკითხი კალაძეს არ მივცემ და ხელისუფლების ამ მაღალ თანამდებობის პირებს რომ დაგწინონ გეუბნებით დღეს თან მით უმეტეს სისტემა არ გებძვითო ხახდო ერთი წელი გავიდა ზუსტად დღეისტორს შარშან შუაგული ცენტრი და მოიტაცეს მუხტარლი და სხვა ქვეყანაში გადააგდეს ტომარა ჩამოაწვეს და გადააგდეს ყველა კამერა წაშალეს და ქალბატონი ბესედია გამოდის ეხა იცით რა ასე ჩვენ სხვანი ვართ ჩვენ ზღვის მადლობა